დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვსაუბრობდით ჩვენ გაგაწყვეტეთ მოკლედ საუბარი, როდესაც თქვენ საუბრობდით რომ მარტო შეზღუდვა არ უშველის ამ საქმეს და აქ ასევე უნდა იყოს მოწოდება და კიდევ მოწოდების შემცირებასთან ერთად კიდევ პრევენციული მიმართულება, რომელიც შეამცირებს იმ ადამიანებში ნარკოტიკების მოხმარების სურვილს, რომლებსაც არ მოხმარიათ. ანუ ეს ძირითადად უნდა მუშაობდეს ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, მოზარდებზე. შემდგომი ხაზი ძირითადი კიდე ერთ-ერთი ეს გახლავთ ის ადამიანები, ვისაც უკვე მოხმარებულიც აქვთ და კიდევ უფრო მეტიც, ანუ ის ადამიანები, ვინც არიან დამოკიდებულები, ხო? ამ ადამიანებს სჭირდებათ ადეკვატური მკურნალობა, ადეკვატური რეაბილიტაცია, დასაქმება, რესოციალიზაცია, რომ მათ შეძლონ, რომ მაქსიმალურად გამოვიდნენ აი ამ მდგომარეობიდან და ინტეგრირდნენ საზოგადოებაში, არა? და მეოთხე მიმართულება ეს გახლავთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველამ ერთად შეიძლება ძალიან ბევრი რამ გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნარკოტიკების მოხმარება საერთოდ არ არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ალბათ მაინც იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ. და სწორედ აი ეს მეოთხე მიმართულება გახლავთ ზიანის შემცირების მიმართულება, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ნარკოტიკებს მაინც მოიხმარენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ძალიან კარგები ვართ და გვინდა რომ არ მოიხმარონ, ისე მოიხმარონ ეს ნარკოტიკული საშუალებები, რომ მინიმალური ზიანი მიაყენან როგორც საკუთარ თავს, ასევე საზოგადოებას. შესაძლებელი არის? შესაძლებელია. მაგალითად, ყველაზე ნათელი მაგალითი ამისი გახლავთ, ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ნარკოტიკების ინექციური მოხმარების გზით გადაეცემა საქართველოს ტიპის ქვეყნებში აივშიც, ჰეპატიტები და ასე შემდეგ, ხო? თუ ჩვენ ვასწავლით აი ამ ადამიანებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ აი ეს ინფექციები არ გაავრცელონ და მათ თვითონ ეს დაავადება არ მოხდეს მათი ამ ინფექციებით, ისინი ამას მოახერხებენ, სხვათა შორის მათაც ძალიან უყვართ თავიანთი თავები. და განსაკუთრებით თუ კი ვთქვათ სპეციალურ პროგრამებს შევთავაზებთ, სადაც მათ შეეძლებათ რომ მიიღონ აი ეს სტერილური ინსტრუმენტები, გარკვეული რეკომენდაციები, კონსულტაციები, ჩაიტარონ ეს ტესტირებები და ასე შემდეგ. და ქალბატონ ხაჩინო, თვითონ ნარკოდამოკიდებულების ესე ვთქვათ მკურნალობა ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტი არის თუ ფიზიოლოგიური, აი იმ ადამიანისთვის, ვინც ამას ებრძვის. ანუ ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია, ეს დამოკიდებულება ფსიქოლოგიურ დონეზე ხდება თუ ფიზიკურზე, აი რომელი ორივე დონეზე ხდება, ამიტომაც ორივე მიმართულებით არის საჭირო აუცილებლად მუშაობა. ადამიანის როგორც ორგანიზმი, მისი განსაკუთრებით თავის ტვინი იქ იმდენი ცვლილება ხდება, რომ საჭირო არის გარკვეული მედიკამენტოზური ჩარევა, განსაკუთრებით პირველ ეტაპებზე და ზოგჯერ რაღაცა გარკვეული პერიოდულობითაც და რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური დახმარება იმისთვის, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს ძალა, რომ ნარკოტიკის გარეშე იარსებოს და იცხოვროს ჩვეულებრივად. და მესამე გახლავთ ის, რომ რაღაცნაირად უნდა დავეხმაროთ, რომ აი ეს ადამიანი, რომელმაც რაღაც ცუდი გამოცდილება მიიღო ხო ცხოვრებაში და შეიძლება ბევრი რაღაცა დაკარგა აი ამ გზაზე, როცა ის ნარკოტიკებს მოიხმარდა, მას დავეხმაროთ, რაღაცა ახალი მივაწოდოთ იმისთვის, რომ ისე ჩვენ საუბრუნდეს ხო, ან ჩვენზე უკეთესად იცხოვროს. აი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად არის მართლა საუბარი, თქვენს გაგვით ახსენეთ და მე მინდა იქ ალბათ რატომაც ჩაერთოს ამ საუბარში. ზედმეტად კაცრია იგივე სახელმწიფო პოლიტიკა და იყო საუბრები თუნდაც იმაზე, რომ გაცილებით უფრო ლიბერალური გამხდარიყო, თუნდაც ძალოვანი სტრუქტურების დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. თქვენ როგორ ფიქრობთ და რამდენად მნიშვნელოვანია ის სწორედ ეს მიდგომა და რამდენად უფრო შედარებით უფრო მობიერი უნდა იყოს იგივე კანონი მათ მიმართ და ხო არ იწევს ეს რაღაცა ხშირ შემთხვევაში უკუ შედეგებსაც იცით რა უკუ შედეგებთან დაკავშირებით რა მოგახსენოთ, თუმცა არის აი დახმარების კუთხით ვიზახით თუნდაც. ხო, რა თქმა უნდა, როდესაც ლაპარაკია რომ ჩვენ გვინდა რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ, ხო, ამ ადამიანებთან გქონდეს უპირველეს ყოვლისა კონტაქტი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ეს ადამიანები, ისინი უნდა მოვიდნენ ჩვენთან, ან ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, არა, იმისთვის რომ უმკურნალოთ, იმისთვის რომ თქვათ ეს ზიანის შემცირების პროგრამები განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, როდესაც ძალიან სიმკაცრე არის ქვეყანაში და
ეშინია თქვა ნარკოტიკების მომხმარებელს იმისა, რომ მოვიდეს თქვა ნარკოლოგიურ დაწესებულებაში ან ზიანის შემცირების პროგრამაში იმისთვის რაღაცა კონსულტაცია მიიღოს, ხო? ეს ამცირებს ეფექტურობას აი ამ სამკურნალო სარეაბილიტაციო და განსაკუთრებით ზიანის შემცირების პროგრამების, იმიტომ რომ აი ზიანის შემცირება მაინც იმ ადამიანებზეა, რომლებიც შეიძლება იმ მომენტშიც გარკვეულად მოიხმარენ ნარკოტიკს და მიუხედავად ამისა, მათთან აუცილებელია მუშაობა. ამ თვალსაზრისით მკაცრი ნარკოპოლიტიკა აუცილებლად უკან ხევს საზოგადოებას, რომ განახორციელოს აი ეს პროგრამები. მაგრამ რაც შეეხება, აი ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ძალიან დიდი სიმკაცრეა, ვთქვათ, ეს როგორც პრევენცია გარკვეულწილად მუშაობს. შეიძლება გარკვეულწილად მუშაობს როგორც პრევენცია იმ ადამიანებში, ვისაც არ მოუხმარია, თუმცა საქართველოს მაგალითი ამისთვის დიდად არ გამოდგება, იმიტომ რომ ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან მკაცრი ნარკოპოლიტიკა გქონდა და იმ წლებში არათუ შემცირდა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, არამედ გაიზარდა. ანუ ეს ცალსახად არ არის კავშირში სიმკაცრე და შიში, ასე ვთქვათ, იმისა, რომ აი აღარ მოიხმაროს არავინ ნარკოტიკული ნივთიერებები. ამიტომ ის ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს არის ჩვენ ქვეყანაში, ჩემი აზრით, პირადად ჩემი აზრია, რომ ზედმეტად მკაცრია და დრო არის ალბათ უკვე, რომ გარკვეულად უფრო ლიბერალური გახდეს, რომ უფრო მეტი რამ გაკეთდეს ამ ადამიანებისთვის, ვინც ნარკოტიკებს მოეხმარენ. თუნდაც იგივე სასჯელი, როგორც ვიცით, ასე იგი ახმარი შპიცის შენახვისთვისაც კი 9-დან 14 წლამდეა, როდესაც იგივე მკვლელობისთვის 8-დან 15 წლამდე შეიძლება იყოს და რაღაც მსგავსი 6-9 წლამდეა ყაჩაღობაზე თქვა. მოხმარებული შპიცით, ასე ვთქვათ, ჰეროინის შემთხვევაში, სხვა ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში ითვალისწინებს 7-დან 14 წლამდე სასჯელს, მაგალითად 1 გრამი ჰეროინის ზემოთ სასჯელი არის 8-დან 20 წლამდე და სამუდამო პატიმრობასაც ითვალისწინებს, როდესაც ვთქვათ იგივე სასჯელი როგორიც არის დანაშაული ყაჩაღობა, მკვლელობა, ხოლო 7-დან 15 წლამდეა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არაადეკვატური სასჯელებია და უფრო მეცაც გეტყვით, ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ბოლო ქვეყანა ვართ, ასე ვთქვათ, სადაც ნარკოტიკების მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება. ანუ მეორენაირად რო ვთქვათ, დაავადება იჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ასე ვთქვათ სანქციები არ უნდა იყოს თუნდაც ადმინისტრაციული სახელი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს, საუბარი დავიწყეთ ჩვენ, აი როდესაც სხვა ადამიანი შეიძლება ვთქვათ ჩაითრიო ან მაპროვოცირებელი იყოს შენი ქცევა, თუ ადამიანი მოიხმარს ვთქვათ მარიხუანას ან სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, ესეც საზოგადოების თავშეყრის ადგილში და ასე შემდეგ, ну, რა თქმა უნდა იყოს ადმინისტრაციული სახელი, იმიტომ რომ ეს სხვაზე ზემოქმედებას ახდენს. მაგრამ თუ ადამიანი დაავადებულია, ასე ვთქვათ, და საკუთარი დაავადების გამო თუ ის სხვა დანარჩენ საზოგადოებას არ უშლის და ზიანს არ უშლის, უნდა შესაბამისი, ასე ვთქვათ, მიდგომები არსებობდეს და ეს რაზეც ახლა ვილაპარაკეთ, ეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ არის შესაბამისი მიდგომები და დღეს სოფლიო, ასე ვთქვათ, შეთანხმდა იმაზე, რომ დასჯაზე ორიენტირებული, ასე ვთქვათ, მოქმედებები და პოლიტიკა არ იყო ეფექტის მოტანი, ეს გაეროს მაღალი ტრიბუნებიდან გვესმის დღეს, რომ სოფლიოში გამოცხადებულმა 40 წლიანმა ომმა ნარკოტიკების წინააღმდეგ, ხო? არ გამოიღო შედეგი და ის თანხები, კოლოსალური თანხები, რაც ამ მიმართულებით დაიხარჯა, არ იყო ეფექტური და დღეს ცივილური სამყარო, ასე ვთქვათ, პრიორიტეტულად თulis ზუსტად აი მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების, ასე ვთქვათ, დაკანონებას და მათ განხორციელებას საკუთარ ქვეყნებში, რომელზეც უკვე იყო საუბარი. ეს არის ზიანის შემცირების პროგრამები, სამკურნალო სარეაბილიტაციო პროგრამები, რაც ხარჯი ეფექტურობის თვალსაზრისით თუ ვილაპარაკებთ, ნაკლები დაუждდება სახელმწიფოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიდრე ამ ადამიანების დევნა, მათი დაპატიმრება სახლის და ასე ვთქვათ, საცხოვრებელი ადგილების სარწმუნოება და ასე შემდეგ და რომელიც უფრო მეტ ეფექტს მოგვიტანს. ასეთი მოგწერეს Facebook-ზე, მოკლედ პოლიციამ ქუჩაშიო ბიჭი დააკავაო კონიურული ეჭვით, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდაო და პატრულმა
პირი გადაიყვანა ნარკოლოგიურ ცენტრშიო, დაკავებულმა ვერ მოშარდა, ამის შემდეგ ის ხელბორკირებით ეზოში გაიყვანეს და ღობეზე მიაბესო, იმის გამო რომ იქნებ სიცივეში მოშარდაო. ეს აი ნარკოპოლიტიკის ნაწილია, ეს მანკიერი პრაქტიკა, ასე ვთქვათ, რაც ადამიანების მასიურ გადაყვანას გულისხმობს ნარკოლოგიურ დაწესებულებებში და ნუ ხდება ადამიანების ადმინისტრაციული ფაქტორის უნდა ითქვას, რომ აი ამ გადაყვანილ პირთა უმრავლესობას საერთოდ არ ქონია ნარკოტიკებთან შეხება. თუნდაც გავიხსენებ სახალხო დამცველის ანგარიში მოხდა მაგალითად სტატისტიკური მონაცემები სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ნარკოლოგიურ ტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობასთან დაკავშირებით 90% ამ ადამიანებისა, ვინც წაიყვანეს ნარკოლოგიურ ტესტირებაზე, უარყოფითი პასუხი, ანუ არ იყო ზემოქმედების ქვეშ და შეიძლება არ წაროსოდეს მოუხმარეა. მაგრამ ამ ადამიანების გადაყვანაზე ძალიან ბევრი თანხა იხარჯება, ასე ვთქვათ. ეს არის პოლიციის ხარჯი, ეს არის პროკურატურის ხარჯი და ასე შემდეგ სასამართლოს ხარჯი. ჰუმანური და ნორმალური მომენტია, ხა როდესაც ადამიანს გონივრული ეჭვი გაუჩნდა და შეგვიძლია წაიყვანოს თქო. და რა ვიცი, იცით რა არის გონივრული ეჭვი თუ არის, ალბათ ზოგიერთ შემთხვევაში მართლა შეიძლება, მაგრამ რას ნიშნავს ეს გონივრული ეჭვი? რას მოიცავს ეს გონივრული ეჭვი? დიდად არ არის გაწერილი და ამ შემთხვევაში შეიძლება გონივრული ეჭვი უბრალოდ ის იყოს, რომ ახალგაზრდა რაღაც ჰაბიტუსით მიამსგავსა პოლიციელმა ცოტა ნარკოტიკების მომხმარებელს, ან რა ვიცი, ისე მიდის უსაქმოდ და შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ეს არის გონივრული ეჭვი და წაიყვანოს გზად მაშინ. ამიტომ ეს რამდენად დასახვეწია თქვენს. ეს აუცილებლად დასახვეწია. იგივე აი ეს დეფინიცია ხო გონივრული ეჭვისა უნდა იყოს განსაზღვრული, რომ რას ნიშნავს ეს გონივრული ეჭვი, რა შემთხვევებში შეიძლება გარდა ვთქვათ იმისა, როდესაც აქვთ უკვე ოპერატიული ინფორმაცია და ნუ ამ შემთხვევაში კი ბატონო გასაგებია, რატომ ხდება ესე იგი ამ ადამიანების წაყვანა, მაგრამ ეს ერთი მხარეა. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ გარდა მაგისა, რომ ძირითადი მიმართულება ეს არ უნდა იყოს ნარკოტიკების მომხმარებლების დევნა, რომ მაინც და მაინც აღმოუჩინო მას ბიოლოგიურ სითხეში ნარკოტიკი, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღის წინ აქვს მოხმარებული, ვთქვათ იგივე კანაბისის შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ დიდხანს რჩება ქსოვილებში და დიდხანს შეიძლება რომ გამოვლინდეს ტესტებში. ეს არ უნდა იყოს ძირითადი მიმართულება, ხო? და ამაზე ამდენი ფული, ამდენი ძალისხმევა არ უნდა იხარჯებოდეს. აი იგივე თქვენ კანაპი ახსენეთ და საინტერესოა მაყურებელს რამდენჯერმე უკვე მოგწეს ესეთ რას ფიქრობენ რომ სტუმრები უნდა იყოს თუ არა მიღებულიო მარიხუანას მოწევა ლეგალურიო ლეგალიზებულიო თქვენი აზრი ისიც ხა მარიხუანის ლეგალიზაციამდე ასე ვთქვა ცოტა გარემო უნდა შევაფასოთ ძალიან შორსა ვართ ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე და ერთს აღვნიშნავდი კიდე ორივე ვთქვა მძიმე ნარკოტიკის შედარებით სუბუქ ნარკოტიკს ეძახიან და ასე შემდეგ მოხმარების გამო ამ ყველაფრის ანუ სისხლის სამართლებრივად არ უნდა ижებოდეს დეკრიმინალიზაცია ადამიანი უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკების მოხმარების როგორ შემდეგ შეიძლება თქვა სხვა ვსაუბრობთ. ანუ ეს მისაღებია თქვენ როგორ ჩემს აზრით დეკრიმინალიზაცია, ანუ ის რომ ადამიანი მოხმარებისთვის არ უნდა ისჯებოდეს, მე ასე ვთვლი. რაც შეეხება ლეგალიზაციას, ნამდვილად არ ვეთანხმები. ნახოთ აი ეგერ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდათ სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრი ნარკოპოლიტიკა, ევროპას გაცილებით უფრო ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ჰქონდა წლების განმავლობაში და აი ამ მკაცრი ნარკოპოლიტიკის ფონზე უცბად დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამოდენიმე შტატში მარიხუანას ლეგალიზება და არა მარტო სამედიცინო, არამედ რეკრეაციული, ანუ გასართობი თვალსაზრისით, იქ რაღაც წესები უნდა დაიცვან და შეუძლიათ, რომ ისე ამოვნონ მარიხუანით. აი ნახოთ ახლა იგივე ამერიკის მაგალითზე რა მოხდება და მე ვიმსჯელოთ, ვთქვათ, საქართველოში რა შეიძლება რა არა. მე პირადად მგონია, რომ დღეს საქართველოს ნამდვილად არ არის იმისთვის მზად, რომ ჩვენთან სადღაც კაფეებში გაიყიდოს მარიხუანა და ახალგაზრდებს შეეძლოთ, რომ იქ თავისუფლად მოწიონ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არ არიან მზად იმისთვის, რომ ვთქვათ 1-2 მოწევის შემდეგ შეეწინააღმდეგონ, ვთქვათ იმ სურვილს, დამოკიდებულები არ გახდნენ. დამოკიდებულებას შეეწინააღმდეგონ, ამიტომ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, მაგრამ დეკრიმინალიზაცია ეს არის ალბათ აუცილებელი.
ასე ვისაუბრეთ ჩვენი საკითხებზე, ეს ალბათ უფრო რეპრესიებთან ერთად შეიძლება მოვიაზროთ, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ზღუდავს იმ ადამიანებს, შემდეგ ვინც თქვა მსგავსი დანაშაულის გამო იხდიდნენ სასჯელს, შემდეგ მათ პრაქტიკულად უჭირთ იგივე ნებისმიერ ბიუჯეტო თუ თქვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყება, უჭირთ რაღაც პირადი რაღაც წარმოების კეთება და ასე შემდეგ ძალიან ბევრი კუთხით არიან შეზღუდული. აი ამ კუთხითაც ალბათ ცოტა გადასახედია ეს. არის იცით ამ ადამიანების ასე ვთქვათ მონაცემები, რეალი ინფორმაცია მუდმივად რჩება ბაზებში, რომელიც ასე ვთქვათ პოლიციისთვის არის საფუძველი, რომ ხელმეორედ ასე ვთქვათ იქნას ესეთი ადამიანები გადაყვანილი ვთქვათ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე დაეკისროს მათ ადმინისტრაციული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და აი ზუსტად აი ესეთი მიდგომით რაღაც ესეთ მუდმივ წრეში ხვდებიან ის ადამიანები და ფაქტიურად გამოსავლის გზა რომ დაუბრუნდნენ საზოგადოებას მოხდეს მათი ინტეგრაცია შეზღუდულია და ეს არის აი ამ ძიმე ნარკოპოლიტიკის ასე ვთქვათ ნაწილი, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ. კიდევ ერთი ტელემაყურებელი გწევს, მოკლედ ესეთი ლეგენდა არსებობსო, რაც წავგითხო მაინც. ეშმაკმა ადამიანს უთხრა ამ სამი ცოდვიდან რომელიმე უნდა ჩაიდინო, ან მოკალე, ან გაუპატიურო, ან წამალი გაიკეთო, ადამიანმა იფიქრა მოკლით და გაუპატიურებით სხვას გაუუბედურებოდა, თავი გაწირა და წამალი გაიკეთა. განარკომანებულმა კი უკვე მკვლელობაც დაიწყო და გაუპატიურებაც, ასე რომ დასკვნები თავად გააკეთეთო. ანუ ესე იგი ჩვენ ალბათ როდესაც საუბრობდით იმას გამოვიპასუხო აქ არის ალბათ ქალბატონი გულისხმობს იმას რომ რამდენად რატო გადაწყვიტე რომ ქალბატონი ქალბატონი არ ახსენეთ არ ვიცი ნუ მამაკაცი არ ვიცი გულისხმობს იმას რამდენად ზიანს აყენებს ეს ადამიანები თქვა დანარჩენ საზოგადოებას ხო ნუ რა თქმა უნდა ესეც შეიძლება განვიხილოთ მაგრამ ერთს ვიტყოდი ზიანი შეუძლია ადამიანმა მიაყენოს უფრო მეტი გაცილებით მეტი ნასვამ მდგომარეობაში სხვა ადამიანს დანარჩენ საზოგადოებას და ასე შემდეგ უნდა მოხდეს ამ ზიანის ასე ვთქვათ პრევენცია საბოლოო ჯამში ერთი ამ ორ ადამიანს განასხვავებს ის რომ მისი მდგომარეობა ისჯება კანონით და მეორესი არ ისჯება კანონით, ანუ ნასვამ ადამიანს არ აპატიმრებენ, ხოლო ვინც ნარკოტიკი მოიხმარა, იმას აპატიმრებენ. ასე რომ ესეც ასე ვთქვათ საზომია, შეიძლება ხიზელმა ადამიანმა ისეთი ზიანი მიაყენოს, რომ ასე ვთქვათ წარმოუდგენელი მეორე ადამიანს. თუმცა ვიტყოდი, რომ ნასვამი ადამიანები უფრო მეტ ზიანს აყენებენ საზოგადოებას, ვიდრე აგრესია შეიძლება უფრო მეტი იყოს კი. ეს ნარკოტიკს გააჩნია ხოლმე რომელიც აქვთ მოხმარებული, მაგრამ მე ხა კომენტარი მინდა გავაკეთო ლეგენდაზე ასე ვთქვათ, რომელიც არასდროს არ გამიგია, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ არ არის საჭირო ნარკომანიის და ნარკოტიკების მოხმარების არც ზედმეტი რომანტიზება და არც ზედმეტად დემონიზირება. ეს არის მოვლენა, რომელიც ჩვენს გვერდზე არსებობს და სამწუხარო საკმაოდ დიდი მასშტაბები აქვს საქართველოში. ამიტომ ყველანი ისე უნდა მოვიქცეთ, რომ რაღაცნაირად მინიმიზირება მოვახდინოთ. და რაც შეეხება თვითონ ნარკოდამოკიდებულებს, არა? ეს არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადება, თუმცა დღევანდელი მედიცინის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს გახლავთ კონტროლირებადი, ანუ მართვადი დაავადება, ისევე როგორც ბევრი სხვა ქრონიკული დაავადება, ამიტომ ჩვენ თუ ამ ადამიანს აი რა მხრივ უკაცრავად გაწყვეტეთ, თქვათ, როგორც მაგალითად ჰიპერტონული დაავადება რო ავიღოთ, ხო? თუ თქვენ სწორედ ცხოვრობთ, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ, არა დიეტას იცავთ, იქ მედიკამენტებს იღებთ დროულად და ასე შემდეგ, შეგიძლიათ რომ მართოთ, ანუ ნაკლებად გქონდეთ, თქვათ, ჰიპერტონული კრიზები. აი, ასევე შეგვიძლია ანალოგი გავავლოთ, თქვათ, ნარკოდამოკიდებულებასთან. არსებობს მთელი რიგი საშუალებებისა, როგორც მედიკამენტოზური, ისე არამედიკამენტოზური საშუალებებისა, რომელთა დახმარებითაც ადამიანს შეუძლია რომ მართოს ეს თავისი დამოკიდებულება, ანუ არ დაიწყოს მან კვლავ მოხმარება აი ამ ნარკოტიკული საშუალებების და ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი მისია ამ შემთხვევაში არის ის, რომ აი საუკეთესო გარემო
უნდა შეუქმნათ ამ ადამიანებს, რომ მათ ჰქონდეთ რემისიის პერიოდი, ანუ ის პერიოდი, როდესაც ისინი არ მოიხმარენ, ამ პერიოდში მათ უნდა მოახერხონ რაღაცნაირად თავის რეალიზება, საზოგადოებაში ინტეგრირება და ასე მართონ დროის განმავლობაში დაუშვათ აი ეს დრო შეიძლება გაგრძელდეს ცხოვრების ბოლომდე, იცით? უბრალოდ ეხლა აქ ჩვენ ძალიან სიღრმეებში ვერ ჩავალთ ამ გადაცემაში, თორემ ისეთი ცვლილებები წარმოიქმნება, როდესაც ადამიანი ხანგრძლივად იყენებს ნარკოტიკებს, რომ ის მისი ორგანიზმი ვეღარ არის თუნდაც მკურნალობის შემდეგ ისეთი, როგორიც იყო ნარკოტიკების მოხმარებამდე. ანუ ამ ადამიანს აქვს უფრო მეტი შანსი, ასე ვთქვათ, რომ ისევ დაიწყოს ნარკოტიკების მოხმარება, ვიდრე იმ ადამიანს, რომელსაც არასდროს არ მოუხმარია. მაგრამ აი იმ პერიოდში, როდესაც ის არ მოიხმარს, თქვენ ამ პერიოდზე საუბრობთ. აი ამ პერიოდში, ან თუნდაც იმ პერიოდში, როცა ის მოიხმარს, ხო? თუ ჩვენ მას უზრუნველყოფთ სამკურნალო პროგრამებით, სარეაბილიტაციო პროგრამებით და ასე შემდეგ, არა? და თუ ამ ადამიანსაც, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, მაგრამ აი მინდოდა მე თქვა, პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს ბზა და თვითონ უნდა ქონდეს ამის სურვილი. თვითონ უნდა იყოს პირველ რიგში, გეთანხმებით, იმიტომ რომ ის არის თავისი დაავადების, ასე ვთქვათ, მის ფსიქიკაში და მის ტვინში არის. არა, მან უნდა მართოს თვითონ აი ამ ადამიანს. ჩვენ მოხმარება შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ უნდა შევუქმნათ გარემო იმისთვის, რომ მან შეძლოს აი ეს მართვა. ეხმაურებიან ისევ წინან წეგანდელ, ასე ვთქვათ, დისკუსიას. ლოთობა კიდევ უარესია და უფრო ძნელად მოსარჩენი, ბევრი თვლის რომ მავნებელი არაა, მაგრამ ვისაც ოჯახში ლოთი ყავს, მათ კითხეთ. ესე რომ აი თანხმეთ თქვენ მოსაზრებას მოკლედ. მოდით მაშინ ვისაუბროთ მკურნალობაზე კიდევ. რა ამდენად ხელმისაწვდომია თქვენ ბრძანეთ უნდა იყოს ნება, თუმცა რამდენად არის საშუალება იმ ადამიანებს, ვისაც სურთ რომ განიკურნონ და მინდა ეხმარება მათ და რა ხერხები არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში. მე ვიცი რომ არსებობს იგივე ძალიან კარგი დახმარება, ვთქვათ, საპატრიარქოს მხრიდან, იგივე მონასტრებში არის ძალიან კარგი ვითარება შექმნილი იმ კუთხით, რომ ამ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, მიდიან იქ და ნუ ვთქვათ, ლოცვით რა პირობები აქვს დღესდღეობით ამ ადამიანებს, როგორ შეუძლია დღეს კიდევ რა ხერხებს უქმნის, მოდი ასე ვთქვათ, რა მეთოდებს თავაზობს. რა ვიცი, კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი იმას, რომ წირია დღეს იმ სერვისების ასე ვთქვათ, სპექტრი, სადაც ადამიანებს მას შეიძლება მიიღონ სერვისი და კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რომ აქ სახელმწიფოს მხრიდან ასე ვთქვათ, ნაკლები ინვესტირება ხდება ამ პროგრამების ასე ვთქვათ, დანერგვაში, გახსნაში და ასე შემდეგ. მეცაც გეტყვით ის პროგრამები, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, ასე ვთქვათ, ეს არის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ძირითადად, გარკვეულწილად სახელმწიფოს დებს ფულს, იგივე მეტადონის პროგრამა ვახსენეთ, მაგრამ ეს ძირითადად დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასე ვთქვათ, ხორციელდება ეს პროგრამები და სხვათა შორის ეს დონორი ორგანიზაციების, ასე ვთქვათ, აქ ყოფნის პერსპექტივაც ძალიან დიდხნიანი არ არის და დაახლოებით გულისხმობ ამ შემთხვევაში გლობალურ ფონდს, რომელიც ძირითადად, ასე ვთქვათ, აფინანსებს იგივე ზიანის შემცირების პროგრამებს, იქ აივშიცის მკურნალობას, მეტადონის პროგრამის ნაწილს და ასე შემდეგ. ეს გლობალური ფონდი, ასე ვთქვათ, 2-3 წელიწადში უკვე ქვეყანაში აღარ იქნება და საფრთხე ემუქრება იმ პროგრამების, ასე ვთქვათ, მდგრადობას, რომელიც დღეს ფუნქციონირებს. მკურნალობა ნარკოდამოკიდებულების არის საკმაოდ რთული და უნდა იყოს კომპლექსური და ხანგრძლივი. ვინაიდან ეს დაავადება, როგორც ვთქვით, ქრონიკული არა. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა ხოლმე როგორც წესი, რომ ადამიანი გამოვიყვანოთ მწვავე მდგომარეობიდან. ლომკებიდან. ხო, დიახ, თუ კი ის ისეთ ნარკოტიკს მოიხმარს, რომელსაც აქვს ეს აღკვეთის მდგომარეობა, ანუ ეგრეთ წოდებული ლომკა. ნარკოტიკის შიმშილი. ხო, და საქართველოში ძირითადად ისეთ ნარკოტიკებია ხოლმე, რომლებსაც ეს მწვავე პერიოდი საკმაოდ მძიმე გადასატანი აქვს. და შემდგომში უკვე უნდა მოხდეს ამ ადამიანებთან ხანგრძლივი მუშაობა,
ფსიქოლოგის დახმარებით, ექიმის დახმარებით, სოციალური მუშაკის დახმარებით, რომ მოვახდინოთ ეს ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. მეორე მიმართულება ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამები, რომლებიც მოიცავს ხანგრძლივ მკურნალობას ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებით, მაგრამ მე ალბათ მცირდება იმის იცით რა საუკეთესო შემთხვევაში მცირდება, თუმცა შეიძლება ეს პროგრამები ძალიან ბევრი წლის განმავლობაში გაგრძელდეს ვინაიდან ამ შემთხვევაშიც მაინც ძალიან კარგი ეფექტი აქვს იმასთან შედარებით, რომ ადამიანმა თქვა ქუჩაში მიიღოს ნარკოტიკები, მაგრამ ჩანაცვლებითი პროგრამები დღესდღეობით მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალოდ. სხვა შემთხვევებში, სხვა ტიპის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ხო, დღეს გაერო არ გვაძლევს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, რომ გამოვიყენოთ ჩანაცვლებითი თერაპია. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულების ნარკოდამოკიდებულება შეგვიძლია ამით ვუმკურნალოთ. აი, რა სიტუაცია ახლა დღეს საქართველოში? ჩანაცვლებით თერაპია შედარებით კარგად არის განვითარებული, როგორც გლობალური ფონდის პროგრამები მუშაობენ, რომლებმაც დაიწყეს, ჩვენ დავიწყეთ მე თვითონ აი ამ პროგრამების ხელმძღვანელი ვარ 2005 წელს. შემდგომში ჩაერთო უკვე სახელმწიფო და დღეს უკვე სახელმწიფოს აქვს გაცილებით უფრო მაღალი წილი და მალე ალბათ რამდენიმე ერთ-ორ წელიწადში მთლიანად იტვირთავს სახელმწიფო ამ პროგრამებს, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში პაციენტების ნაწილს უწევს რაღაცა ინვესტიცია. ძალიან მოკლედ რამდენად ხელმისაწვდომია ეს? ამჟამად ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო პროგრამებში 2014 წლის ბოლოს გამოცხადებულ ახალ ჯანდაცვის პროგრამებში ზედა ზღვარი რაოდენობრივი მოიხსნა, ამიტომ იმდენ ადამიანს შეუძლია იმკურნალოს ამ პროგრამებით, რამდენსაც ესაჭიროება. თუმცა ერთადერთი ხელმისაწვდომობა, თქვათ, გეოგრაფიული, მაინც მეტნაკლებად შეზღუდულია, ახლა ყველა რაიონში ნამდვილად არ არის, თუმცა ყველა ძირითად რეგიონულ ცენტრში დღეს საქართველოში არის. ფინანსური თვალსაზრისით ძირითად ნაწილს იხდის სახელმწიფო. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში თუ იქ რაღაც სპეციფიური დაავადება ან თუ სოციალურად დაუცველია, ამ შემთხვევაში მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. თბილისში მერია აფინანსებს პაციენტების გარკვეულ რაოდენობის აი ამ თანაგადახდის წილს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც უწევთ თვეში 110 ლარის გადახდა იმისთვის, რომ აი ამ მკურნალობის პროცესში იყვნენ ჩართული. მაგრამ რაღაც მინდა გავუსვა ხაზი. აი მეორე ტიპის მკურნალობა არა, რომელიც თქვათ უნივერსალურია უფრო, იმიტომ რომ ის როგორც ოპიოიდური დამოკიდებულებისთვის, ისე არაოპიოიდური დამოკიდებულებისთვის გამოდგება არა, ანუ დეტოქსიკაცია და შემდგომი თქვათ რეაბილიტაცია. ეს ძალიან შეზღუდულია. სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ და მხოლოდ დაახლოებით 300-მდე შემთხვევას წლის განმავლობაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ეს მეორე ნაწილი ხო, სარეაბილიტაციო ნაწილი, როცა აი გამოვიდა ადამიანი, თქვათ, აი ამ მწვავე მდგომარეობიდან და გამოფხიზლდა და გამოიხედა და სწორედ მაშინ ჭირდება მას დახმარება, არა? იმიტომ რომ აღარ იცის რა გააკეთოს და დაკავდეს ამ დროს. დაკავდეს და საერთოდ ამ დროს მოდის დეპრესია, ამ დროს მოდის აპათია და ასე შემდეგ. აი ამ პერიოდში დახმარება სწორედ ძალიან შეზღუდულია. საქართველოში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ 3 დღის ცენტრი, სადაც შესაძლებელია რომ ესეთი რეაბილიტაცია მიიღოს და რაც შეეხება ესეთ რეზიდენტული ტიპის ცენტრებს, ხო, სარეაბილიტაციო ცენტრებს, სადაც თქვათ ადამიანი წავიდოდა შედარებით ხანგრძლივი დროით მოწყდებოდა აი ამ გარემოს და იქ გაივლიდა რაღაც კვირების ან თვეების განმავლობაში რეაბილიტაციას, ასეთი ცენტრი ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ საერთოდ არ არსებობს. ამიტომ ძალიან ბევრი რამ არის კიდევ აი ამ მიმართულებით განსაკუთრებით სამწუხარო. ამოვიძვრა მოკლედ ჩვენი გადაცემის ამ ნაწილისთვის და ამ თემისთვის განკუთვნილი დრო დღეს. შეგვიძლია ჩვენ სხვა დროს კიდევ უფრო განვავრცელოთ და თუ რაღაც სიახლეები და საინტერესო მოვლენები იქნება, მოკლედ თემა მართლაც ესეთია, რომ ალბათ ინტერესს მოკლებული არასოდეს არ იქნება ეს სამწუხარო. ხო, ოდისგან ყოფილა როგორც ვახსენეთ თავშიც, ასე რომ ჩვენ ყოველთვის ზეამონებით დავუთმობთ ეთერს საინტერესო საკითხებს ამ თემის ირგვლივაც. შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ექიმი ნარკოლოგი, მეცნიერის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ქალბატონი ხათუნა თოდაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი ვექტორის დირექტორი ბატონი გოგა ლაბარტყავა გახდნენ ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმრების სარეკლამო ჭრის შემდეგ მე და ლევო ჩხარეული დაგიბრუნდებით უკვე გადაცემის დასკვნით იმ ნაწილით.